ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვები გრძელდება. საგამოძიებო უწყებაში დღეს დაბარებულები არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი და სოფელ ჩორჩანაში მცხოვრები არჩილ ლომიძე. მანამდე კი სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის საკითხზე პროკურატურაში უკვე გამოკითხეს უსის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე ალექსანდრე დაბადაძე და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი კახე კახიშვილი. ანა ბროლაძე შემოგვიერთდება გენერალური პროკურატურიდან. ახლა ღია ეთერში ანა გისმენთ. რამდენიმე წუთის წინ შევიდა საგამოძიებო უწყებაში არჩილ ლომიძე, სოფელ ჩორჩანის მკვიდრი, რომელმაც ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ მოისურვა. როდესაც მას დაუსვით კითხვები, ერთადერთი პასუხი მივიღეთ, რომ ამ კითხვებთან დაკავშირებით ის ისაუბრებს უშუალოდ გამომძიებელთან და სწორედ შიგნით შენობის შიგნით გასცემს შეკითხვებს პასუხს. აღსანიშნავია, რომ ალბათ მოუწევს საუბარი თემაზე, რა შეიცვალა უშუალოდ ადგილობრივებისთვის მას შემდეგ, როდესაც სოფელ ჩორჩანაში აგვისტოს ბოლოს 2019 წლის აგვისტოს ბოლოს აღიმართა საგუშაგო და რა პრობლემები შექმნა ამ მოცემულობამ, ამაზე საკამოძიებო კომისიის სხდომაზე სოფელ წაღლის მცხოვრები საუბრობდა. ეს არის სოფელი, რომელიც 3 კილომეტრით არის დაშორებული ჩორჩანიდან და საკამოძიებო კომისიის ფარგლებში ამ სოფლის წარმომადგენელმა თქვა, რომ მას შემდეგ რაც საგუშაგო აღიმართა ადგილზე მცხოვრებ მოსახლეობას შეეზღუდათ წვდომა იმ დღეზე, რომლითაც მანამდე სარგებლობდნენ. დღის მეორე ნახევარში საგამოძიებო უწყების შეკითხვებს უკვე უპასუხებს რეგიონული და ინფრასტრუქტურის განვითარების ყოფილი მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ვინაიდან სწორედ ეს უწყება იყო, რომელიც უშუალოდ კურირებდა ადგილზე გზის გაყვანის სამუშაოებს და აღსანიშნავია, რომ გუშინ, როდესაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრე დაბადაძე იმყოფებოდა საგამოძიებო უწყებაში, მათ თქვა, რომ ორი იქ მიმდინარე პროცესების დროს ორი ფაქტი არის გასამეჯნი. ერთი გზის გაყვანა და პატრულირება, რომელიც იყო შეთანხმებული ნაბიჯი ყველასთან და მეორე უკვე უშუალოდ საგუშაგოს აშენება, რაც რა გადაწყვეტილებაც მიიღო მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და უკვე უშუალოდ საგუშაგოს აშენების გადაწყვეტილება არ ყოფილა კოორდინირებული არც ერთ უწყებასთან, რომელსაც ევალებოდა მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართულობა. მოკლედ ჩვენ ველოდებით საგამოძიებო უწყებას როდის დატოვეს, სოფელ ჩორჩანას მოსახლე მოისურვებს თუ არა ის ჩვენთან საუბარს, რა შეკითხვები დაისვა უშუალოდ გამოძიების მიმდინარეობისას, რა ინფორმაცია აქვს მას და როგორ შეიცვალა მოსახლეობის ცხოვრების წესი და შემდგომ უკვე დღის მეორე ნახევარში ველოდებით ყოფილ მინისტრს, რეგიონული განვითარების მინისტრს და უშუალოდ იმ მიმართულებით მოვისმენთ მისგან ინფორმაციას, რა საკითხშიც მაია ცქიტიშვილი ამ შემთხვევაში იყო კომპეტენტური და ჰქონდა თუ არა როგორც მას მინისტრთა კაბინეტის ყოფილ წევრს დამატებითი ინფორმაცია მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით. მადლობთ ანა ბროლაძე საუბრობდა მოამბის ეთერში.